თბილისის ფინანსური სამიტი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიება თბილისის ოპერის და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. თბილისის ფინანსური სამიტის გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გამოვიდნენ. სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პირველი პირები და ფინანსური სექტორის ლიდერები, მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებიან. პირდაპირ ეთერში შალვა სუმბაძე გვერდდება, რომელიც უფრო დეტალურად გვეტყვის. შალვა, რაზე გაკეთდა გამოსვლებზე აქცენტი და რას ემსახურება კონკრეტული სამიტი? ფინანსური სტაბილურობა და ის მაკროეკონომიკული პარამეტრები, რომელიც გააჩნია ქვეყანას, იყო ძირითადი საკითხები, რომელზეც უმაღლესი თანამდებობის პირები დღევანდელი სამიტის გახსნაზე საუბრობდნენ. ეს იყო ერთგვარი გაგრძელება გუშინდელი დღის თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის, რომლის ფარგლებშიც იმართება სწორედ ფინანსური სამიტი და დღეს 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1000-ზე მეტი დელეგატი იმსჯელებს მსოფლიოში არსებულ ფინანსურ ტენდენციებზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოს გააჩნია, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მიღწეული შედეგები არის ძალიან კარგი და ეს ყველაფერი დამსახურება იმ სწორი პოლიტიკის, რომელიც გააჩნია სამთავრობო გუნდს. აქვე აღინიშნა როგორც ეკონომიკური ზრდის მიმართულებით გაკეთებული შედეგები, ასევე ინფლაციის მიმართულებით მიღწეული შედეგები და ეს როგორც მათ ეს არ არის მხოლოდ მათი მოსაზრება, ამას ადასტურებს ის საერთაშორისო ორგანიზაციებიც, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში აფასებენ ხოლმე ფინანსურ მდგრადობას და სტაბილურობას. ბუნებრივია ამ შემთხვევაშიც მთავარ ფაქტორად იმ მიღწევების, რომელიც ქვეყანას გააჩნია, დასახელდა ის სტაბილური გარემო და მშვიდი გარემო, რომელიც საქართველოში არსებობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სამიტზე იმყოფება რამდენიმე ქვეყნის ეროვნული ბანკის პრეზიდენტები, რომლებიც ოფიციალური გახსნის ცერემონიის შემდეგ უკვე გამართავენ პანელურ დისკუსიებს და იმსჯელებენ საქართველოსა და მათ ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, ასევე სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე. ბოლო წლებში ქვეყანამ მიაღწია შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდას. შეინარჩუნა ფინანსური სტაბილურობა ყველა გლობალური გამოწვევის მიუხედავად. საქართველოში ჩამოყალიბდა და ნარჩუნდება სტაბილური მაკროეკონომიკური ვითარება, თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც შედარებით დაბალ ინფლაციასთან ერთად გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას მეტად განვითარებულ ეკონომიკებთან შედარებითაც კი. ასევე ხაზგასასმელია, რომ ქართული საბანკო სისტემა მედეგია გლობალური შოკების, გლობალური გამოწვევების წინაშე. გასაკვირი არ არის, რომ წლების განმავლობაში საქართველოს ფინანსური ინდუსტრია პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ლიდერობს. საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ქვეყანაში ფინანსური ტექნოლოგიებისა და ფინანსური სერვისების განვითარების ხელშეწყობა და ინოვაციების განვითარება. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და ეკონომიკური განვითარების ძლიერი ტენდენცია ქმნის უნიკალურ შეასრულებას, რომ საქართველოს ჩამოყალიბდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან ჰაბად ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ახლა უკვე ფინანსების მიმართულებით. საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი აქტიურად უწყობენ ხელს საფინანსო სექტორში კონკურენციის ზრდას, ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოებას, ინოვაციური პროდუქტების დანერგვას და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას. საფინანსო სექტორში ციფრული სერვისების და ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა მომხმარებლებს თანამედროვე სწრაფ და უსაფრთხო სერვისებს სთავაზობს. პარალელურად იზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რაც დამატებით ინვესტიციებს, ადგილობრივი ბიზნესის გაფართოებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს. თბილისის ფინანსური სამიტი ხელშეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მოგცემს საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბი გახდეს. ეს ასევე ხელშეუწყობს შუა და ერეფნის ქვეყნებში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის ზრდას, რეგიონში სავაჭრო ბრუნვის გაძლიერებას. სწორედ ინოვაციური საგადასახადო სისტემები, ფინანსური ტექნოლოგიები და სტაბილური საფინანსო სექტორი ქმნის იმ საყრდენს, რომელიც შუა და ერეფანს არამხოლოდ ყველაზე ეფექტიან სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტად, არამედ ფინანსურ ჰაბადაც აქცევს. საქართველოში შექმნილია გამჭვირვალე, მოქნილი და ახალ ფინანსურ სერვისებზე ორიენტირებული მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც ამცირებს ბარიერებს ახალი მოთამაშეებისთვის და ამავდროულად იცავს ფინანსურ სტაბილურობას. საკანონმდებლო ინიციატივებმა, როგორიცაა ციფრული ბანკების ლიცენზირების რეჟიმი, ღია ბანკინგი,
ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო და სხვა ხელი შეუწყო ბაზარზე ინოვაციური პროდუქტების დანერგვას და ფინანსური სერვისების დივერსიფიკაციას. ჩვენი აქტიური პოლიტიკით ხელს ვუწყობთ ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარებას. ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ჩვენი ხელსაყრელი სპეციალური საგადასახადო რეჟიმით 2019 წლიდან უკვე 180-მდე საერთაშორისო კომპანია სარგებლობს 5%-იანი მოგების და საშემოსავლო გადასახადით. უკანასკნელი საკანონმდებლო ცვლილებებით კი ინოვაციური სტარტაპები შესაბამისი სტატუსის მინიჭებისას 3 წლის განმავლობაში არ გადაიხდიან საშემოსავლო გადასახადს. ამის გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიონალებისა და მეწარმეებისთვის IT ბინადრობას ვნერგავთ. ქუთაისში ყოფილი პარლამენტის შენობაში იქმნება რეგიონში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ჰაბი, ინტერაქციული სამეცნიერო მუზეუმით, ტექნოლოგიური პარკით, ხელოვნური ინტელექტის ცენტრით. ფინანსური სამიტის ოფიციალური გახსნის ღონისძიების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე მედიასთან გააკეთა დამატებითი განმარტებები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის საუბარი შეეხებოდა MR ჯგუფის შვილობილი კომპანიის Eagle Hills-ის მიერ საქართველოში დაგეგმილ უმსხვილეს ინვესტიციას, როგორც იცით, გუშინ აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაფორმდა კიდევ ერთი ხელშეკრულება, რაც გულისხმობს უკვე ქმედით ეტაპზე ამ პროექტის გადაყვანას. 6-დან 9 თვის ვადაში უნდა დაიწყოს სამშენებლო პროცედურები და გუშინ დაზუსტდა ის პროექტის დეტალები ამ ხელშეკრულებით, რომელიც გაფორმდება საქართველოსა და MR ჯგუფის შვილობილ კომპანიას შორის. როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, ეს არის უმსხვილესი ინვესტიცია, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას ახალ საფეხურზე გადაიყვანს. მან ერთგვარად შედარება გააკეთა წინა ხელისუფლების დროს განხორციელებულ ინვესტიციებსა და მხოლოდ ამ ინვესტიციას შორის, ასევე აღნიშნა, რომ ამ ხელშეკრულებით, რომელიც გაფორმდა, გარდა იმისა, რომ ეკონომიკის ახალისებელ ბერკეტს წარმოადგენს ეს ინვესტიცია, რაც განხორციელდება, ასევე აღინიშნა, რომ ქვეყნის საკეთილდღეოდ 33%-იანი წილის მფლობელი სწორედ სახელმწიფო იქნება ამ პროექტში და მოგების 33% შევა პირდაპირ ბიუჯეტში. პირდაპირ ინვესტიცია არის 6.5 მილიარდი დოლარი მარტო ერთი კომპანიიდან, ხო, გუშინ მანაც ბრძანა ეთერში, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, მთელი მათი მოღვაწეობის პირობებში 9 მილიარდი დოლარი იყო მთლიანი ჯამი პირდაპირ უცხოური ინვესტიციების. აქ მხოლოდ ერთ კომპანიას შემოაქვს 6.5 მილიარდი დოლარი. თქვენ შეგიძლიათ თავადაც წარმოიდგინოთ, რამხელა წვლილი შეიტანს ეს ინვესტიცია ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში, ხო, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის განვითარებაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამის მიღმა მარტო ესეც კი უკვე ძალიან საინტერესოა ხო ქვეყნისთვის. ამის მიღმა ხელშეკრულებაში ჩაიდო ის, რომ პირდაპირ ბიუჯეტში შედის მოგების 33%. თეორიულად შეიძლება შენ ინვესტორს მიწა მხოლოდ ინვესტიციის შემოტანის სანაცვლოდ ასეთი რამე შეიძლება წარმოიდგინო, თუმცა ამის მიღმა, როდესაც ბიუჯეტში შემოგაქვს მოგებიდან 33%, ეს არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. უკვე მეორე დღეა, რაც თბილისი არის ერთგვარად ეპიცენტრი, სადაც 2500-ზე მეტმა დელეგატმა მოიყარა თავი მთელი მსოფლიოდან ეკონომისტები, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, მინისტრები, ეროვნული ბანკების პრეზიდენტები საქართველოში მსჯელობენ საქართველოსა და მათ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს გააჩნია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ინვესტიციების მოზიდვა და შუადერეფნის განვითარება იყო გუშინ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც მსჯელობა გაიმართა უკვე დღეს. მაკროეკონომიკული პარამეტრები და ის ფინანსური შესაძლებლობები, რაც საქართველოს გააჩნია, იქნება განხილვის მთავარი თემა. დღეს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება თემატურ პანელებზე მსჯელობა სხვადასხვა ფინანსური მიმართულებით. მადლობა. თბილისის ფინანსურ სამიტზე პირდაპირ ეთერში შალვა სუმბაძე საუბრობდა.